ლევიანების წიგნი ერთგვარი ინსტრუქციაა სიწმინდის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლა ხალხის ხსნაზე მოგვითხრობს, ლევიანები განმარტავენ, თუ როგორ შეუძლიათ გადარჩენილ ადამიანებს იცხოვრონ წმინდა ღმერთისთან დასწრებით. პირველი 6 თავი საფუძველს უყრის ადამიანის ღმერთთან კომუნიკაციას. ეს თავები დეტალურად აღწერს შესაწირავის 5 ძირითად ტიპს: დასაწვავი შესაწირავი, მარცვლეულის შესაწირავი, მშვიდობის შესაწირავი, ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. აქ ცენტრალური იდეა გამოსყიდვაა. ეს თავები განმარტავს, რომ ცოდვა არ არის უბრალოდ შეცდომა, არამედ ბარიერი, რომელიც სერიოზულ გამოსწორებას მოითხოვს. მსხვერპლშეწირვა არ იყო ჯადოსნური რიტუალი, ისინი სიმბოლურად გამოხატავდნენ ერთგულებას, მადლიერებას და მონანიებას. მსხვერპლშეწირვის სისტემა აღიარებდა სიცოცხლის სიწმინდეს და ახსენებდა ისრაელებს, რომ ღმერთთან ცდომა მხოლოდ განწმენდის გზით იყო შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ წესები განსხვავდებოდა ადამიანის სიმდიდრის მიხედვით. ღმერთი მდიდარი ადამიანისგან იღებდა ხარს და ღარიბი ადამიანისგან ორგვრიცს, რაც აჩვენებდა, რომ სულიერი სიწმინდე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ძველი აღთქმა. ლევიანი. თავი პირველი. მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ, თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი საქონელი და ცხვარი. თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღიხარი შესწიროს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად. დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა. დაკლას ხპო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლის სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთანაა. გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ. დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე. დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის. თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად მამალი, საღი შესწიროს. დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლის სამსხვერპლოს. დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები შეწიროს შესაწირავად. შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს. ბუმბულიანად მოაცალოს შიჩახვი და სამსხვერპლოსთან დააგდოს აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია. ფრთები გადაუმტრიოს არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. თავი მეორე. ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ცხვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს. მიუტანოს აარონიან მღვდლებს ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჩით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. თუ ღუმელში გამომცხვარს შესწირავ ცხვნად გამტკიცული ფქვილისგან იყოს ნამცხრები უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო და ზეთნაცხები. თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან უსაფუარო უნდა იყოს. და აქ უცმაცე იგი და ზეთი მოასხიზედ. ეს არის საძღვნო შესაწირავი. თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული. და მიართვა ამგვარად მომზადებული საძღვნო უფალს. მიუტანე მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე. აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. არც ერთი საძღვნო, რომელიც უფალს გინდა შესწიროს, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. როგორც პირველ ნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანო კეთილსურნელებად.
ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვა საძღვნო შენი ღვთისმარილის გარეშე ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი. თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირა უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან. დაღვარე ზეთი და ზედსაკმეველი დადევი, ეს არის საძღვნო შესაწირავი. დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ და ღერღილი და ზეთიანი მარცვლები მთელი საკმეველით ურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. თავი მესამე. თუ მსხვერპლის სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე. დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა. შესწიროს უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლოდ, ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა, და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს. დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს. თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე. დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა. შესწიროს სამადლობელი მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად, მისი ქონი და მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს. დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. თუ მისი შესაწირავი თხა არის, შესწიროს უფლის წინაშე. დაადოს ხელი თავზე და დაკლას იგი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მოასხურონ მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ აარონიანებმა. შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს. დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ, არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ. თავი მეოთხე. ასე უთხრა უფალმა მოსეს, ასე უთხარი ისრაელიანებს, თუ ვინმე უნებურად შესწოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს, თუ ცხებულმა მღვდელმა შესწოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო. მიიყვანოს ხბო სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, დაადოს ხელი თავზე და დაკლას ხბო უფლის წინაშე. აიღოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი და შეიტანოს იგი სადღესასწაულო კარავში. ამოაწოს თითის სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლის აწმიდარის ფარდას უფლის წინაშე. სხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევია ამ მსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია, ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის ამ მსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის. აღმართოს ცოდვის გამოსასყიდელი ხბოს მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა, ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს. ისევე როგორც ხარი შეიწირება სამადლობელ მსხვერპლად, ასევე დაწვას ისინი მღვდელმა აღსავლენ სამსხვერპლოზე. ხბოს ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავფეხი, შიგნეული და განავალი მთელი ხბო გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიცვას. თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესწოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ, მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს. სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი. დაასხან ხბოს ხელი თავზე საზოგადოების უხუცესებმა უფლის წინაშე და დაკლან ხბო უფლის წინაშე. შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა ხბოს სისხლი სადღესასწაულო კარავში. ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე. ცხოს სისხლის სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშე დგას, სადღესასწაულო კარავში დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არის. აართვას მთელი ქონი და სამსხვერპლოზე დაწვას. გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა, ასე გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ. გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
თუ თავკაცი ვინმე შესწოდავს უფლის, თავისი ღვთისაკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს, მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, მამალი საღითხა მიიყვანოს შესაწირავად. დაადოს თხას თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც აღსავლენი იკვრება უფლის წინაშე. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი. აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის გამოსასყიდის სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი სისხლი კი აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას. თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესწოდავს უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, დედალი საღითხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად. დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდი აღსავლენის ადგილას. აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის. გამითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას. თუ ცხვარს შესწირავს ცოდვის გამოსასყიდად, დედალი საღი შესწიროს. დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდად, როგორც აღსავლენი იკვლის. აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. აართვას მთელი ქონი, როგორც აცლიან ქონს სამადლობელ მსხვერპლად შეწირულ ცხვარს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად. გამოითხოვს მისთვის ჩადენილი ცოდვის შენდობას მღვდელი და მიეტევება მას. თავი მეხუთე. კაცი, რომელმაც შესწოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა. თუ კაცი, რომელიც თავის დაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს, გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა. ან თუ თვის დაუნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურობას, რა უწმიდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი და გაიგებს, დამნაშავეა. თუ ვისმე თავის დაუნებურად ბაგიდან წასწდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასწდება ხოლმე ფიცი და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში. და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა აწევს და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი დედალი ცხვარი ან თხა და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის. თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე აღსავლენად. მიუყვანოს ისინი მღვდელს, ხოლო მღვდელმა ჯერ ცოდვის გამოსასყიდი შესწიროს, კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს. მოასხუროს ცოდვის გამოსასყიდის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში უნდა ჩაიწეროს. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი. მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად 1/10 ეფა გამტკიცული ფქვილი დაღურის მასზე ზედს და ნურთ საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია. მიუტანოს იგი მღვდელს, აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვრად და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი. გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის როგორც წვენი. ასე უთხრა უფალმა მოსეს, თუ ვინმე გადავაწეს და უნებურად შესწოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება საწმიდარის შეკელის მიხედვით. რა სიწმიდესაც შესწოდა, უნდა სღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას. თუ ვინმე უნებურად შესწოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არ ახამს და დანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება, მიუყვანოს მღვდელს ცოდვის გამოსასყიდად საღი ვერძი ფარიდან, რაც უნდა ღირდეს, და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ცოდვის შენდობას, რომელიც განუზრახველად და უნებურად ჰქონდა ჩადენილი, და მიეტევება. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი, რა დანაშაულიც უფლის წინაშე ჩაიდინა. თავი მეექვსე. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, თუ ვინმე შესწოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ უარსეთქვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე, ან რამეს გამოსტყუებს თავის მახლობელს, ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს,
ცრუგ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს, და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წართვა, ან გამოთყვებული, რაც გამოსთქვა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა. ან რაზეც ცრუგ დაიფიცა, სრულად უნდა სღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე. დანაშაულის გამო სასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღივერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს. გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, უბრძანია არონს და მის შვილებს, ეს არის თქო აღსავლენის წესი, სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე, სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ. შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაცვის შემდეგ და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი. ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს ყოველდილას შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი. ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი, შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან. აიღოს მუჭით საძღვნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად, სამახსოვროდ. რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფურად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ. საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი. ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩევად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს, მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის. ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს, მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად. მღვდელმა, ცხებულმა აარონის ადგილზე მის შვილთაგან შეასრულოს ეს სამარადისო წესი უფლისთვის. მთლიანად უნდა დაიცვას. მღვდლისგან შეწირული საძღვნო მთლიანად უნდა დაიცვას, არ უნდა შეიჭამოს. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, უთხარი აარონს და მის შვილებს, აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი, იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა. მღვდელმა, რომელიც წირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს, იგი წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში. ყველა ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე. თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს. ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს წმიდათა წმიდაა იგი. ცოდვის გამოსასყიდი, არც ერთი მსხვერპლი, რომლის სისხლით სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიცვას. მეორე ნაწილი. მღვდლების კურთხევა და ღვთისსამსჯავრო. მე-7-11 თავები. ამ ნაწილში ყურადღება რა უნდა შესთავაზოს და ვინ შესთავაზოს, ზე გადადის. ჩვენ ვხედავთ აარონისა და მისი ვაჟების მღვდლებად საზეიმო კურთხევას. ეს კრიტიკული მომენტია, კაცობრიობა ოფიციალურ შუამავლებს იღებს. თუმცა ეს სიხარული მეათე თავში ტრაგედიას ცვლის, როდესაც აარონის ვაჟები, ნადაბი და აბიხუ, უცნაურ ცეცხლს სწირავენ და იღუპებიან. ეს მკაცრი შეხსენებაა იმისა, რომ ღვთისმსიძმინდე არა მხოლოდ წყალობა, არამედ შთანთქმის ცეცხლიც. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთთან ჩვენივე პირობებით მიახლოება. ნაწილი მთავრდება სუფთა და უწმინდური საკვების შესახებ კანონებით. აქ ღმერთი იწყებს ხალხის სწავლებას, განასხვავონ წმინდა და უწმინდური, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ეს არ არის მხოლოდ დიეტოლოგია, არამედ მორჩილების ვარჯიში, ისრაელი უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ერებისგან, თუნდაც იმით, თუ რა დევს მათ თეფშებზე. თავი მე-7. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდის წესი, ეს წმიდათა წმიდაა. სადაც აღსავლენი იკვლის, იმ ადგილზე უნდა დაიკლას დანაშაულის გამოსასყიდიც და მისი სისხლი ირგვლივ მოესხუროს სამსხვერპლოს. შესწიროს მისგან მთელი ქონი, დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა მოაცალოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმლებს.
დაწვას ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი. ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი წმიდა ადგილზე ჭამა. ეს წმიდათა წმიდაა. ერთი წესი აქვს ცოდვის გამოსასყიდს და დანაშაულის გამოსასყიდს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისი მეოხებით გამოითხოვს შენდობას. აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც წირავს აღსავლენს. ყოველი საძღვნო შესაწირავი, რომელიც ცხება თონეში და ყველაფერი, რაც მაყალზე ან ტაფაზე მზადდება, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც წირავს მას. ყოველი საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი თუ მშრალი ყველას ეკუთვნის აარონიანთაგან როგორც ერთს, ისე მეორეს. ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს. თუ მადლობისთვის სწირავს, უნდა შესწიროს ზეთში აზელილი უსაფუარო ნამცხრები, ზედწაცხებული უფუარი კვერები, გამტკიცული ფქვილი და ზეთში აზელილი ნამცხრები. საფუარიან ნამცხრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი თავის სამადლობელ მსხვერპლთან ერთად. ერთი ნაწილი თითოეული შესაწირავიდან უფლისადმი აღსამართავი იყოს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც ასხურებს სამადლობელის სისხლს. სამადლობელის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭმოს, დილისთვის არ უნდა დარჩეს. თუ მისი შესაწირავი აღთქმული ან ნებაყოფლობითი მსხვერპლია, შეწირვის დღეს შეიჭმება იგი, რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს. მსხვერპლის ხორციდან რაც მესამე დღეს მორჩება, ცეცხლში უნდა დაიცვას. თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო, არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს. ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიცვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს. თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, უთხარი ისრაელიანებს, არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის და არც თხის ქონი. ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ. რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა. ყველა ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, უთხარი ისრაელიანებს, უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან. საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი, ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. დაწვას მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი შვილებისაა. მარჯვენა ბეჭი თქვენი სამადლობელი შესაწირავიდან მიეცი მღვდელს აღსამართავად. ვინც სამადლობელი მსხვერპლის სისხლს და ქონს სწირავს აარონიანთაგან, მას ეკუთვნის წილად მარჯვენა ბეჭი. რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დაუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან. ეს არის წილი აარონისა და წილი მისი შვილებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლოდან მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნენ ისინი სამღვდელოდ უფლის წინაშე, რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში. ეს არის რჯული აღსავლენისთვის, საძღვნოსთვის, ცოდვისთვის, დანაშაულისთვის, ხელავსებისთვის და სამადლობელი მსხვერპლისთვის, რომელიც დაუწესა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როდესაც უბრძანა ისრაელიანებს სინაის უდაბნოში მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის. თავი მერვე. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, წაიყვანე აარონი და მისი შვილები, აიღე შესამოსელი, მირონი, ცოდვის გამოსასყიდი ხბო, 2 ვერძი და 1 კალათახმიადი და შეჰყარე მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. უთხრა მოსემ საზოგადოებას, აი რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად. მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი. კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსას ხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი. გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა. თავზე მიტრა დაადგა და მიტრაზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ჯიღა, სიწმიდის გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. აიღო მოსემ მირონი და სცხოსავანეს და ყველაფერს, რაც მასში იყო და განწმიდა. ასხურა სამსხვერპლოს 7 გზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაცმედად.
თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად. მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს. დაკლა იგი მოსემ თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ ცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დააღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა. აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე იყო, ღვიძლის ბადე ქონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და დაწვა ისინი მოსემ სამსხვერპლოზე. ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. მოიყვანა აღსავლენი ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს. დაკლა იგი მოსემ და მისი სისხლის სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ. ასო აქნა ვერძი და დაწვა მოსემ მისი თავი, ნაჭრები და ქონი. შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხა მოსემ და დაწვა მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი კეთილსურნელებად, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის. მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს. დაკლა იგი მოსემ, აიღო მისი სისხლი და სცხო აარონს მარცხენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ. აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადე ქონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი. ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. აიღო მოსემ მირონი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და შესამოსელზე ასხურა აარონს და მის შვილებს, და განწმიდა აარონი და მისი შესამოსელი და აარონის შვილები და მათი შესამოსელი. უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს, მოხარშეთ ხორცის ადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხორცი და პური, რომელიც მღვდლად კურთხევის კალათშია, როგორც გიბრძანეთ, აარონმა და მისმა შვილებმა ჭამონ მეთქი. მორჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით. არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს 7 დღის მანძილზე, სანამ თქვენი მღვდლად კურთხევის დღეები არ მოთავდება, რადგან 7 დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა. როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით 7 დღეს და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები. ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით. თავი მეცხრე. მეშვიდე დღეს უხმო მოსემ აარონს, მის შვილებს და ისრაელის უხუცესებს. უთხრა აარონს, აიყვანე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და ვერძი აღსავლენად, საღნი და შესწირე უფლის წინაშე. ასე უთხარი ისრაელიანებს, აიყვანეთ თხა ცოდვის გამოსასყიდად, ხბო და ბატკანი, ორწლიანები, საღნი აღსავლენად. ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი. მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ უბრძანა ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე. თქვა მოსემ, ეს არის რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა და თქვენს გამოგეცხადებათ უფლის დიდება. უთხრა მოსემ აარონს, ახლოს მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი და აღსავლენი და გამოითხოვე შენდობა შენთვის და ერისთვის მიიტანე ერის შესაწირავი და გამოითხოვე მისთვის შენდობა, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს. ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად. მიუტანე სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა. თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადე ქონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში. დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს. აღსავლენი ნაჭრებად მიუტანეს თავთან ერთად და დაწვა იგი სამსხვერპლოზე.
გარეცხა შიგნეული და კიდურები და დაწვა ისინი აღსავლენთან ერთად. შესწირა ერის შესაწირავი, მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის როგორც პირველი. შესწირა აღსავლენი და წესისამებრ გაამზადა. შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა. დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს. მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკვლები და ღვიძლის ბადე ქონი. დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე. მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხევად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს. გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს. შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა. აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ. თავი მეათე. აიღეს აარონის შვილებმა ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი დაიხოცნენ უფლის წინაშე. უთხრა მოსემ აარონს, ეს არის, რასაც ამბობდა უფალი, ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი. მოუხმო მოსემ მიბაილს და ელცაფანს, აარონის ბიძის, უზიელის შვილებს და უთხრა, მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები. მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ. უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს ელიაზარს და ითამარს, თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა. ნუ მოსცილდებით სადღესასწაულო კარვის შესასვლელს, თორემ დაიხოცებით, რადგან საუფლო მირონია თქვენზე. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ. ელაპარაკა უფალი აარონს და უთხრა, როცა სადღესასწაულო კარავში ხართ შესასვლელი, ნუ დალევთ ნურც შენ და ნურც შენი შვილები ღვინოს და მათრობელ სასმელს, რომ არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში. რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმიდური და განწმენდილი, რომ ასწავლოთ ისრაელიანებს ყოველი წესი, რომელიც მოსეს პირით გამოაცხადა უფალმა. უთხრა მოსემ აარონს და მის დარჩენილ შვილებს ელიაზარს და ითამარს, აიღეთ საძღვნო, რაც უფლის საცეცხლო მსხვერპლს გადარჩა და შეჭამეთ სამსხვერპლოს გვერდით, რადგან წმიდათა წმიდაა იგი. ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასია ნაბრძანები ჩემთვის. შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმენდილ ადგილზე, შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს. ცოდვის გამოსასყიდით ხაც მოითხოვა მოსემ და აჰა დაიცვა იგი. განრისხდა მოსე ელიაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე და თქვა, რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეწოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე. აჰა, არ ყოფილა შეტანილი მისი სისხლის საკურთხევლის შიგნით. თქვენ უნდა გეჭამათ იგი საკურთხეველში, როგორც მე ვბრძანე. უთხრა აარონმა მოსეს, დღეს შესწირეს მათ ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი მსხვერპლი უფლის წინაშე და, აჰა, რა შემემთხვა. რომ შევჭამო, ვაი თუ არ მოეწონოს უფალს. მოისმინა მოსემ და მოეწონა. თავი მე-11. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ, ელაპარაკეთ ისრაელიანებს, აი ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე. ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ. ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი, აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.
აი რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან, ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში, ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ. ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არ აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რასულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის. უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ. ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არ აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის. ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან. არწივი, სვავი, ფსოვი, ძერა, ქორი და მათი გვარისანი, ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი, სირაქლემა, ბურთოლია, მიმინო და მათი გვარისანი, ჯოტი, ჩვამა, წერო, ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა, ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი ოფოფი, ღამურა, ყოველნაირი მწერი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე, უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის. გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად. ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი. ყველა სხვა მწერი ფრთიანი და ოთხფეხი უსურმაგია თქვენთვის. მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა, ყველა ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე. ყოველი ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არც იცოხნება, უსურმაგია თქვენთვის, ყველა ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურდება. ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის, ყველა ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. უსურმაგები არიან ისინი თქვენთვის. ესენი არიან თქვენთვის უსურმაგები მიწაზე მძრომებში, კვერნა, თაგვი, ხვლიკი და მათი გვარისანი, ზღარბი, ბაყაყი, ხურლო, კოკინა და თხუნელა. ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება, წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება. თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება უნდა დაამტვრიოთ. თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება, ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება. ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია, ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს, უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს. მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება. თუ მათი ლეშიდან რამე მოხვდა სათესლე მარცვალს, სუფთა დარჩება. თუ თესლს წყალი დაესხა და მათი ლეშიდან რამე დაეცა ზედ, გაუწმიდურებული იქნება იგი თქვენთვის. თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე. მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ. არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან. არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს, რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა. ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი, რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა. მესამე ნაწილი. ფიზიკური და რიტუალური სიწმინდე. მე-12-დან მე-16 თავებამდე ხშირად ყველაზე რთული ჩანს თანამედროვე მკითხველისთვის, რადგან ისინი დეტალურად განიხილავენ კანის დაავადებებს, მშობიარობის შემდგომ წმენდას და სახლის ექსკრემენტებს. თუმცა ამ თავების თეოლოგიური მნიშვნელობა ღრმაა. სიწმინდე მოიცავს ადამიანის არსებობის ყველა ასპექტს, მათ შორის ბიოლოგიასა და ავადმყოფობას. მთელი წიგნის და ამ ნაწილის კულმინაციაა მე-16 თავი გამოსყიდვის დღის იომ კიპურის აღწერა. წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი შედიოდა წმინდათა წმინდაში, რათა განეწმინდა მთელი საკურთხეველი და ხალხი ცოდვისგან. ეს იყო ღმერთსა და ერთს შორის ურთიერთობის გადატვირთვის დღე. რიტუალი განტევების ვაცთან, რომელზეც სიმბოლურად იდებოდა ხალხის ცოდვები და რომელიც უდაბნოში მიჰყავდათ, ნათლად აჩვენებდა დანაშაულის სრულ მოხსნას. თავი მე-12.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს, თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ 7 დღეს უწმიდურია იგი. როგორც ციდოვანების დროს, ისე უწმიდურდება. მე-7 დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა. 33 დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა. თუ გოგოშვა 2 კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც ციდოვანების დროს. 66 დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში. როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ანგვრიტი ცოდვის გამოსასყიდად. მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი ციდოვანებისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი. თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს 2 გვრიტი ან 2 ხუნდი ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი. თავი მე-13. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა, თუ ვინმე სტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ. გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმა და აქვს ჩამჯდარი კანში, ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად ცნობს. თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არ აქვს გათეთრებული, მღვდელმა 7 დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული. გასინჯავს მას მღვდელი მე-7 დღეს და თუ წყლული თვალშისაცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ 7 დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა. მე-7 დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად ცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება. თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს გასაწმიდავებლად ეჩვენას, სირსველმა კანზე გავრცელება იწყო, მეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს. გასინჯავს მას მღვდელი და თუ სირსველი გავრცელებულია კანზე, მღვდელმა უწმიდურად უნდა სცნოს იგი. ეს კეთრია. თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი. გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია, მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად ცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი. თუ კეთრი გაეფურჩქნება კანზე და კეთრი დაუფარს მთელ დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე, სადამდესაც მღვდლის თვალი გასწვდება. დაინახავს მღვდელი, რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული და წყლულს გაწმედილად ცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი. როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი. დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად ცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია. თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს. გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად ცნობს. განწმედილი იქნება იგი. თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება, გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს. გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად ცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული. თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი 7 დღეს. თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია. თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთება, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი. თუ სხეულზე მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება, გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია და მწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია. თუ მღვდელი გასინჯავს მას და აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა იგი 7 დღეს უნდა ჩაკეტოს. მე-7 დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია. თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამცვის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამცვის ანთებაა. თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება, გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელებული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია.
ეს თავის ან ლოყის კეთრია. თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა 7 დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი. მე-7 დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს, იგი უნდა გაიპარსოს, ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოპარსონ, მღვდელმა კიდევ 7 დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი. მე-7 დღეს მღვდელი გასინჯავს მუნს თუ მუნი არ გავრცელებულა და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება. თუ მუნი გავრცელდება კანზე მისი გაწმიდავების შემდეგ, მღვდელი გასინჯავს მას და აჰა, მუნი გავრცელებულია კანზე, მღვდელი ნუ დაუწყებს ძებნას გაყვითლებულ თმას, უწმიდურია იგი. თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა, იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს. როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება, მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი. როდესაც კაცს თავზე თმა დასცვიდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი. თუ წინა მხრიდან გაუშიშულდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა. თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო მოცითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული. გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო მოცითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორც სხეულის კანის კეთრია ხოლმე, ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული. დაწყლულებული სტანისამოსი უნდა დაირღვოს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურული უნდა იყოს და ყვიროდეს, უწმიდური, უწმინდური, რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ. თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული მატყლის ტანისამოსზე ან სელის ტანისამოსზე ან მატყლის ან სელის ქსელზე ან ტყავზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მომწვანო ან მოცითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს. გასინჯავს მღვდელი წყლულს და 7 დღით ჩაკეტავს მას. მე-7 დღეს გასინჯავს წყლულს თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია. უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი. ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო, რადგან გამიზეზებული კეთრია, იგი ცეცხლში უნდა დაიცვას. თუ მღვდელი გასინჯავს და აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავის საგანზე, მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო და კიდევ 7 დღით ჩაკეტოს იგი. გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლში დაწვი ამოჭმულია მისი წაღმაპირი ან უკუღმაპირი. თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოსს ან ტყავს ან ქსელს ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი. თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან მისაქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე გაფურჩქნული წყლულია, ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული. ტანისამოსი ან ქსოვილი ან ტყავის რაიმე საგანი, რომელსაც გარეცხავდა წყლული მოეცლება, ხელახლა უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება. ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად. თავი მე-14. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის, როცა გასაწმედია მღვდელთან უნდა მიიყვანონ. გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული, მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალწმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჯიაფერ ნარდს და უსუფს. დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე. აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნარდს, უსუფს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკრული ფრინველის სისხლში. 7 გზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს. განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და 7 დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს. მე-7 დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება. მერვე დღეს აიყვანს 2 საღმამალ ბატკანს და 1 წელგამოვლილ საღდედალ ბატკანს, აიღებს ეფის 3/10 გამტკიც უფქვილს, საძღვნო შესაწირავად ზეთში შერეულს და 1 ლოგ ზეთს.
დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად და ერთ ლოგზეც და შეარხევს მათ უფლის წინაშე. და კლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკრის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა. აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელის კულზე. ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელის კულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე. დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელის კულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლის ცხია. დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელის კულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე. შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს. აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი. თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის შესარხევად რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნო და ერთი ლოგი ზეთი, ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება მეორე აღსავლენი. მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე. აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგზეც და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე. და კლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. ზეთს კი მღვდელი დაიღურის მარცხენა ხელის კულზე. ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელის კულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე. სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელის კულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია. ხელის კულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე. გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება. ერთ ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე. ასეთი არჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ან და გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა, როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში, მივიდეს, ვისი სახლიც იქნება მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში. მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად. დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლულის სახლის კედლებზეა მომწვანო ან მოცითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე, მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და 7 დღით გამოკეტავს სახლს. მე-7 დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს, თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე, მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს. სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ. აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი. თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს, მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს, თუ წყლული მოდებულია სახლში გესმწვავე კეთრია. უწმიდურია იგი. უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე გაიტანონ. თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს. თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს განწმედილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია. აიღებს სახლის გასაწმიდავებლად 2 ჩიტს, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაბს და უსუპს. და კლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე, წყაროს წყალთან, აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაბს, ცოცხალ ჩიტს და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და 7 გზის ასხურებს სახლს.
გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით, გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში. და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება. ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა, ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა, სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული. თავი მე-15. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო. ეს იქნება მისი უწმიდურება, სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა. ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია, ყოველი ნივთი, რაზეც სის იგი, გაუწმიდურებულია. ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება. ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. თუ გამონადენიანი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, ამან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. ყოველი ურემი, რომელზედაც გამონადენიანი იჯდა, უწმიდურია. ყველა ვინც კი მიეკარება რაიმესა, რაც მის ქვეშ არის, გაუწმიდურებულია საღამომდე, ხოლო მის მამტვირთველმა ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყველამ, ვისაც კი გამონადენიანი მიეკარება და ხელი არ ექნება დაბანილი, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყოველი თიხის ჩურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჩურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს. როდესაც გამონადენიანი თავისი უწმიდურობისგან წმიდავდება, 7 დღე უნდა იანგარიშოს გასაწმიდავებლად. ტანისამოს გაირეცხავს, ტანს დაიბანს წყაროს წყალში და გაწმიდავებული იქნება. მე-7 დღეს აიყვანს ორ-გვრით სანორ მტრედის ხუნცს, მივა უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მღვდელს მისცემს მათ. ერთ მათგანს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდად შესწირავს, მეორეს აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მის გამონადენს. თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყოველი სამოსელი სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე. თუ ქალს გამონადენი აქვს სისხლისთვის სხეულიდან, 7 დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყველა ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება. ყველამ ვინც კი მის საწოლს მიეკარება, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყველამ ვინც კი მიეკარება რაიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რაზეც ისწევს და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, 7 დღეს გაუწმიდურებული იქნება საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია. თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია. ყოველი საწოლი, სადაც იგი დაწვება გამონადენობის დროს, უწმიდურია, როგორც წიდოვნობის დროს არის. ყოველი საგანი, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურებული იქნება, როგორც წიდოვნობის დროს არის გაუწმიდურებული. ყველა ვინც კი მათ მიეკარება, გაუწმიდურებულია. ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს 7 დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება, მერვე დღეს აიყვანოს 2 გვრიტი ან 2 მტრედის ხუნდი და მიუყვანოს ისინი მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურობას. მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის. ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს და უწმიდურდება. წიდოვანისა და გამონადენიანისა მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება. თავი მე-16.
ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი შვილის სიკვდილის შემდეგ უფლის წინაშე რომ წარდგნენ და დაიხოცნენ. უთხრა უფალმა მოსეს, უთხარი აარონს შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეცაბმელს იქით, თავს არ ქოლის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოუჩნდები თავს არ ქველზე. აი რით უნდა შევიდეს აარონის საწმიდარში, ხბოთი ცოდვის გამოსასყიდად და ვერძით აღსავლენად. სელის წმიდა კვართი უნდა ემოსოს და სელის საწმერთული უნდა ეცვას ტანზე, სელის სარტყელი ერტყას და სელის თავსაბურავი ებუროს, ესენი წმიდა შესამოსლებია. წყალში გაიბანოს ტანი და შეიმოსოს. ისრაელიანთა საზოგადოებიდან აიყვანოს 2 ვაცი ცოდვის გამოსასყიდად და 1 ვერძი აღსავლენად. შესწიროს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და განიწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი. აიღოს 2 ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. წილი ჰყაროს აარონმა ამ 2 ვაცზე, 1 წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისთვის. მიუყვანოს აარონმა უფლის წილხდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდად. ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში. მიიყვანოს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და გაწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი და დაკლას თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო. აიღოს მოგის გიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეცაბმელის იქით. დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფარავს საკმევლის კვამლი თავსარქველს, მოწმობას რომ ახურავს, რათა არ მოკვდეს. აიღოს ხბოს სისხლი და თითით ასხუროს თავსარქველს წინა მხრიდან, თავსარქველის წინ კი 7 გზის ასხუროს სისხლი თითით. დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეცაბმელის იქით და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ. განწმეთ საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის. არც ერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმეთ საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს. გავა სამსხვერპლოსთან, უფლის წინაშე რომ არის, და გაწმეთს მას. აიღებს ხბოს სისხლს და ვაცის სისხლს და სამსხვერპლოს რქებზე დაადებს ირგვლივ. ასხურებს მას სისხლს თავისი თითით 7 გზის, გაასუფთავებ, და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან. მორჩება საწმიდარს სადღესასწაულო კარვის და სამსხვერპლოს განწმედას და მიიყვანს ცოცხალ ვაცს. თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით. წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას და საკარგავისაკენ გაუშვებს თხას უდაბნოში. შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ, დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოს. გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმეთს თავის თავს და ერს. ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე. განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი, მერე შეეძლება ბანაკში შესვლა. ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი. ვინც მათ დაწვავს, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, ტანი წყლით უნდა დაიბანოს და მერე შეეძლება კარავში შესვლა. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად, მე-7 თვეს, თვის მე-10 დღეს დაინდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს. რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები. განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაინდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი. განწმედა უნდა შეასრულოს მღვდელმა, რომელსაც ცხეს ზეთი და რომელსაც აუსეს ხელი სამღვდლოდ მამამისის ნაცვლად. შეიმოსავს სელის შესამოსლებს, საწესო შესამოსლებს. გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს. იყოს ეს თქვენთვის სამარადისო წესად, რომ შეენდოთ ისრაელიანებს თავიანთი ცოდვები წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. მეოთხე ნაწილი. სიწმინდის კოდექსი პირად ცხოვრებაში. თავები მე-17-დან 22-მდე. მიუხედავად იმისა, რომ წინა ნაწილები კარავში რიტუალებს ეხებოდა, აქ ღმერთი საზოგადოებაში მორალსა და ეთიკას ეხება.
თავარი ლაიტმოტივია, იყავით წმიდები, რადგან მე წმინდა ვარ. აქ მკაცრი აკრძალვებია ოკულტიზმის, ინცესტისა და მიმდებარე ხალხების წარმართული წეს-ჩვეულებების შესახებ. ღმერთი მოითხოვს სამართლიანობას, სამართლიან სასწორს ბაზარში, მინდვრის კიდეს ღარიბებისთვის დატოვებას, უხუცესების პატივისცემას და უცხოებზე ზრუნვას. აქ სიწმინდე წყვეტს წმინდა ტაძრის კონცეფციას და ხასიათის თვისებად იქცევა. მოყვას ის სამართლიანი მოპყრობა ღვთისადმი პატივისცემასთან არის გათანაბრებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისხლის სიწმინდეს, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს, და თავად მღვდლების უბიწოებას, რომლებიც მთელი საზოგადოების ქცევის სტანდარტი უნდა იყვნენ. თავი მე 17. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა, თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს, ან ბანაკის გარეთ დაკლავს, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს. დაასხუროს მღვდელმა სისხლი უფლის სამსხვერპლოს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და აქ მიოს ქონი უფლისათვის კეთილსურნელებად. აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში. უთხარი მათ, თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლის მჭამელისკენ და მოუკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს. ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს, არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი. თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენ შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევას, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს. რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს, არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია, ყოველი მისი მჭამელი უნდა მოიკვეთოს. ყველა ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანის ამოსიწყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება. თუ არ გარეცხავს და ტანს არ დაიბანს, დანაშაული დაეკისრება. თავი მე 18. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ, ნუ მიჰყვებით მათ წესებს. ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი. არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი. არ აღხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს დედააშენი, არ აღხადო მას სიშიშვლე. არ აღხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა. არ აღხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს. არ აღხადო სიშიშვლე შენი ვაჟის ასულს ან შენი ქალიშვილის ასულს, რადგან ეს შენი სიშიშვლეა. არ აღხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს შენი და არის იგი. არ აღხადო სიშიშვლე მამაშენის დას, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი. არ აღხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი. არ აღხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას, ნუ მიეკარები მის ცოლს, შენი ბიცოლაა იგი. არ აღხადო სიშიშვლე შენს რძალს, შენი ვაჟის ცოლია იგი, არ აღხადო მას სიშიშვლე. არ აღხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს, შენი ძმის სიშიშვლეა ეს. არ აღხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს, არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა. არ ითხოვო შენი ცოლის და ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე. წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად. არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმიდურებს.
შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარუფალი. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ, ეს სიბილწეა. არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განდევნო თქვენგან. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთქია მიწამ თავისი მკვიდრნი. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენ შორის რომ მდგმურობს. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს ჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა და გააუწმიდურეს მიწა. რომ არ ამოგანთქიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთქია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. თავი მე-19. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და უთხარი, წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი. თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს, ყველას დაიცავით შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვлас დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ. საკლავის დაკვლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიცვას. თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა. ვინც შეჭამს, სოდვა დაედება მას, რადგან უფლის სიწმიდე წაბილდა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკიშენს ყანას სამკალში და ცვენილს ნუ აკრებ. ვენახსაც ნუ მოიმცრო, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ, ძირიდან ღარიბ ხატაკსა და მდგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იქურდოთ, არ ითვალთმაქცოთ, ერთმანეთი არ მოატყუოთ. ცრუფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი. ნუ შეავიწროებ შენსთვის ტომს და ნუ გაძარცო, ნუ დაიტოვებ დილამდე ქირისკაცის გასამრჯელოს. ნუ გაქურდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საბრკომს. გეშინოდეს შენი ღვთისა. მე ვარ უფალი. უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი. ცილის წამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში, ნუ აღდგები შენთვის ტომის სისხლის დასაღვრელად. მე ვარ უფალი. მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი ამხილე შენი ახლობელი და ცოდვა არ იქნება შენზე. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენთვის ტომის მიმართ გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი. დაიცავით ჩემი წესები, პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს ნუ ჩაიცვა მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს. თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არ აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა. მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი. შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს, და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს. როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი, 3 წელიწადს დაუცვეთელი იყოს, თქვენთვის არ იჭმევა. მე-4 წელს ყოველი მისი ნაყოფი უფლისათვის უნდა შეიწიროს. მე-5 წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რომ გემატოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ნუ რაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ. ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს. ნაკაცრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი. ნუ წააბილწვინებ თავს შენს ასულს გასარყვნელად, რომ არ წაიყვნას მიწა და არ აივსოს იგი ბიწიერებით. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. ნუ მიმართავთ მე სულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას. როგორც მკვიდრი ერთი თქვენთაგანი ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ნუ იცრუებთ ნურთს სასამართლოზე, ნურთს ზომაწონაში და ნურთს საწყაოში. სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. თავი მე-20. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ისრაელიანებს უთხარი, თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა. თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს და არ მოკლავს მას, მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე. თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან. წმიდა ჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხო, მასზეა მისი სისხლი. ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი. ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი. ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილძეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიცვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. თუ ქალი საქონელთან სამაკინკლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი. ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს, ან თავისი დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აღხადა. ცოდვა ააწევს. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან. შენი დედის დას და შენი მამის დას სიშიშვლე არ გამოუჩინო, რადგან ეს საკუთარი ხორცის გაშიშვლება, ცოდვა დაედებათ. ვინც ბიცოლასთან დაწვება, ბიძის სიშიშვლეს გამოაჩენს, მათ ცოდვა დაედებათ, უშვილოები დაიხოცებიან. ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად. ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყაროთ თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ და მე განურისხდი მათ. მე გითხარით, თქვენ დაისაკუთრებთ მათ მიწა-წყალს. მე გაძლევთ მას დასასაკუთრებლად ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისგან. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კიდე დამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით. თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი. თავი 21. უთხრა უფალმა მოსეს, გამოუცხადე მღვდლებს, არონის შვილებს და უთხარი მათ, არავინ გაიბინძუროს თავის ხალხში მკვდრის შეხებით. თუ სისხლით ნათესავია დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა, ან ქალწული და ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი. ქმარმა არ უნდა გაიბინძუროს თავი თავის სახლში, რომ არ წაიბილწოს.
თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაცრებს ნუ გაიკეთებენ. წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყვონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ. ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ, ცოლად არც ქმარს გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის. წმიდად გყავდეს იგი, რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. წმიდა იყოს იგი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი წმიდა მყოფელი. ბუღდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიცვას. ბუღდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონისეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს. არც ერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს. საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი. ცოლად ქალწული უნდა ითხოვოს. ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან. არ უნდა წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში. რადგან მე ვარ უფალი, მისი წმიდა მყოფელი. ასე უთხრა უფალმა მოსეს, ასე უთხარი აარონს, ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური. რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭვრეტილს, არც ცხვირწაშვერილს, არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს, არც კუზიანს, არც დამძლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭვრეტილს, არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს არონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა. თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს. ოღონდ კრეცაბმალთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდა მყოფელი. ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას. თავი 22. ასე უთხრა უფალმა მოსეს, უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყვონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი. უთხარი მათ, ყველა ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი. კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს, ან ვინც მიეკარება რომელიმე ქვეწარმავალს, რომლისგანაც უწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას რაიმე უწმიდურობით, კაცი, რომელიც ყოველივე ამას მიეკარება, საღამომდე გაუწმიდურებულია და საწმიდარს ვერ შეჭამს, თუ ტანი წელით არ დაიბანა. ჩავა მზე და ისიც გაწმიდავდება. მაშინ შეუძლია შეჭამოს საწმიდარი, რადგან ეს მისი პურია. ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი. ახსოვდეთ ჩემი გაფრთხილებები, რომ ცოდვა არ დაიდონ და ცოდვიანები არ დაიხოცონ, როცა შეურაცხყოფენ მას. მე ვარ უფალი, მათი წმიდა მყოფელი. უცხომ არავინ ჭამოს საწმიდარი მღვდლის მდგმურმა და ქირის კაცმა არ უნდა ჭამოს საწმიდარი. მღვდლის მიერ საკუთარი ვერცხლით ნაყიდს შეუძლია ჭამოს, იგი მის სახლში დაბადებულებს შეუძლიათ ჭამონ მისი პური. მღვდლის ქალიშვილს, რომელიც უცხო კაცზეა გათხოვილი, არ შეუძლია ჭამოს შეწირული საწმიდარები. მღვდლის ქალიშვილს, რომელიც დაქვრივებულია ან ქმარგაცილებული, ნაშიერი არ ჰყავს და მამის სახლშია დაბრუნებული, როგორც ყმაწვილქალობისას იყო, შეუძლია ჭამოს მამამისის პური. უცხომ არავინ უნდა ჭამოს. ვინც შეცდომით შეჭამს საწმიდარს, მისი მეხუთედი უნდა დაუმატოს და მღვდელს მისცეს საწმიდარი. არ უნდა შეურაცხყვონ ისრაელის საწმიდარები, რომლებსაც უფალს სწირავენ. არ უნდა დაიდონ ცოდვა საწმიდარების ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდა მყოფელი. ასე უთხრა უფალმა მოსეს, გამოუცხადე აარონს და მის შვილებს და მთელს ისრაელობას და უთხარი, თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელის მდგმურთაგან მიიტანს თავის შესაწირავს, შეთქმულს ან სამოწყალოს, რასაც ახსავლენად სწირავენ უფალს, იმისათვის, რომ დამწყალობდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ აცი. არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობდებით.
თუ ვინმე შესწირავს უფალს სამადლობელ მსხვერპლს აღთქმის თანახმად თუ სამოწყალოდ ხარს ან ცხვარს უნაკლო უნდა იყოს, რომ დამწყალობნდეს. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს. ბრმა ან დამტვრეული, ან დასახიჩრებული, ან დამუწუკებული, ან ქეციანი, ან მუნიანი არ შესწიროთ უფალს, არც საცეცხლო მსხვერპლად არ დაუდოთ უფალს სამსხვერპლოზე. ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო, შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება. საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ. უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, როცა გაჩნდება ხპო, ან ბატკანი, ან ციკანი, 7 დღეს დედასთან ამყოფეთ, 8 დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის. არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, 1 დღესთვის ნაშიერთან ერთად. როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით. იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი. დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. არ შეურაცხყოფთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა მყოფელი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ყოფილიყავი. მე ვარ უფალი. მეხუთე ნაწილი. დღესასწაულები, აღთქმები და კურთხევები. დასკვნით ნაწილში სისტემატიზებულია წმინდა დრო. 23 თავი ჩამოთვლის ყოველწლიურ დღესასწაულებს, პასექის, სულთმოფენობას, საყვირების დღესასწაული, იომ-კიპური და კარვების დღესასწაული. ამ თარიღებმა ისრაელის კალენდარი მათი ხსნის ისტორიად აქცია და აიძულა ხალხი რეგულარულად ახსოვდეს ღვთის საქმეები. 25 და 26 თავები წარმოგვიდგენს რადიკალურ სოციალურ კონცეფციებს, საბატიკო წელს და იუბილეს წელს ყოველ 50 წელიწადში ერთხელ, როდესაც მონები თავისუფლდებოდნენ და ვალები ეპატიებოდათ. ეს არის აღიარება იმისა, რომ მიწა და ხალხი ღმერთს ეკუთვნის და არა მიწიერ მფლობელებს. წიგნი მთავრდება 27 თავით, რომელიც ნებაყოფლობით აღთქმებსა და მეათედს ეხება და გვახსენებს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, საბოლოო ჯამში ზემოდან მომდინარე საჩუქარია. წიგნი მთავრდება აღთქმის ერთგულებისკენ მოწოდებით, მორჩილებისთვის კურთხევების დაპირებით და განდგომილების შედეგების გაფრთხილებით. თავი 23. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი წმიდა შეკრებულობანი. აჰა, ჩემი დღესასწაულები. 6 დღე აკეთეთ საქმე, მე-7 დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს ცხოვრებლებში. აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე. პირველ თვეს, თვის მე-14 დღეს საღამო ხანს უფლის პასექია. ამავე თვის მე-15 დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. 7 დღეს უფუარი კვერები ჭამეთ. პირველ დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ. შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს 7 დღის განმავლობაში. მე-7 დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველ მომკილიძნა მღვდელს მიუტანეთ. შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად. მოამზადეთ წნის შერხევის დღეს წელგამოვლილი საღი ცხვარი უფლისთვის აღსავლენად. სამაგისო საძღვნო ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზედ შეაზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ხინი ღვინო. არც პური, არც ქუმელი, არც ბურღული არ ჭამოთ ამ დღემდე, ვიდრე უფალს შესაწირავს არ მიართმევთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ. გადაითვალეთ შაბათის მეორე დღიდან, იმ დღიდან, როცა შესარხევი ძნა მიიტანეთ, 7 სრული შაბათი. მე-7 შაბათის მეორე დღემდე, გადაითვალეთ 50 დღე და შესწირეთ ახალი საძღვნო უფალს. თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ შესარხეველი პური. 2 მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს საფუარიანი, უნდა გამოცხეს პირველ მოწეულ ნაყოფად უფლისათვის. მიაყოლეთ პურს 7 წელგამოვლილი საღი ცხვარი, 1 ხბო და 2 ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის. გაამზადეთ 1 თხა ცოდვის გამოსასყიდად და 2 წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად.
შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველ მოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის. გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკიშენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრებ, ღარიბ ხატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, უთხარი ისრაელიანებს, მე-7 თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს გახსენება ბუქისცემისა, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ამავე მე-7 თვის მე-10 დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაინდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე. ვინც ამ დღეს თავს არ დაინდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან. ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში. უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაინდაბლეთ თავი. თვის მე-9 დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, ამ მე-7 თვის მე-15 დღიდან კარობის დღესასწაულია 7 საუფლო დღე. პირველ დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. 7 დღის მანძილზე შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს, მერვე დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს სადღესასწაულო შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. აჰა, საუფლო დღესასწაულები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თქვენ წმიდა შეკრებულობანი, რომ შესწიროთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს აღსავლენი, საძღვნო საკლავი და ზედაშე დაწესებულ დღეებში, გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა სამოწყალო მისატანისა, რომელიც უფალთან მიგაქვთ ხოლმე. მე-7 თვის მე-15 დღეს, მიწის მოსავლის აღებისას, 7 დღეს იდღესასწაულეთ საუფლო დღესასწაული. პირველ დღეს უქმე და მე-7 დღეს უქმე. აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე 7 დღეს. იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაული 7 დღეს წელიწადში. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. მე-7 თვეში იდღესასწაულეთ იგი. კაროებში იცხოვრეთ 7 დღეს. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კაროებში იცხოვროს იმისათვის, რომ იცოდნენ თქვენმა შთამომავლებმა, რომ კაროებში დავასახელე ისრაელიანები, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს. თავი 24. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. მოწმობის კრეცაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. სუფთა სასანთლეზე უნდა გქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე. აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხო 12 პური, მე-10 ეფა უნდა იყოს თითოეული პური. ორ რიგად დააწყო ისინი, თითოეულ რიგში 6, სუფთა ტაბლაზე უფლის წინაშე. დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად. შაბათობით უნდა გქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო აღთქმა ისრაელიანთაგან. აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი. მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები. აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს, დედამისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან. და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ. ისრაელიანებს კი ასე უთხარი, ყველა ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.
უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს. ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. პირუტყვის მკვლელმა სულისწილ უნდა ზღოს. ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავისთვის ტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა. მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. რა ზიანიც მიაყენა ადამიანს, მასაც იგივე ზიანი უნდა მიაყენონ. პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს, იგი ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. ერთი სამართალი უნდა გქონდეთ მდგმურისთვის და მკვიდრისთვის. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს და გაიყვანეს მაგინებელი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. თავი 25. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის. 6 წელიწადს თესავდე შენს ყანას, 6 წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს. მე-7 დღეს კი საუქმო შაბათია მიწისათვის, უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა. ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის. მიწის უქმობის დროს გქონდეთ საჭმელად შენ და შენს კმას, შენს კმაქალს, ქირის კაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას, შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად. გადაითვალე 7 უქმობის წელიწადი, 7x7 წელიწადი, რომ გამოგივიდეს 7 უქმობის წელიწადში სულ 49 წელი. დაჰკარი ბუქს მე-7 თვეში, თვის მე-10 დღეს შენდობის დღეს დაჰკარით ბუქს მთელს თქვენს ქვეყანაში. წმიდა ჰყავით 50 წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი. ზეიმი იყოს თქვენთვის 50 წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან. რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი, ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს. როცა რაიმეს მიჰყიდი შენსთვის ტომს ან რამეს იყიდი შენთვის ტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს. ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენთვის ტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს. თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი, თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ. თუ იკითხავთ, რა ვჭამოთო მე-7 წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი, ვბრძანებთ ჩემს კურთხევას თქვენზე მე-6 წელს და მოიყვანს მოსავალს 3 წლისთვის. დათესავთ მე-8 წელს, მაგრამ მე-9 წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან. თელ თქვენ სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული. თუ კაცს გამომსყიდველი არ ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა ანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს. თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება. თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან 1 წლის გასვლამდე შეიძლება გაყიდულის გამოსყიდვა. 1 წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა. ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არ აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა. ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა. თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის. მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.
თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, დგმური იქნება თუ ხიზანი და იცხოვროს შენთან. ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს შენი ღვთისა გეშინოდეს. და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ. ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან. მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს. რადგან ჩემი ხმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი. ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს. ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმაქალი. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან და მათი მოდგმიდან თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი. დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით. თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს ან მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა, მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის, ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნას თავი. გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას, ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშავებს მასთან. თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან. თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი. ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების მანძილზე. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ. თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევ ამ მყიდველს თავის ბავშვებიანად. რადგან ჩემი ხმები არიან ისრაელიანები, ჩემი ხმები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. თავი 26. არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. ლეცვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, თველი თესვაზე ადრე, ცხომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღუგვის ასტიკ მხეცებს და מחული არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. გარეკავთ თქვენს მტრებს და מחულით დაეცემიან თქვენს წინაშე. 100 გარეკავს 5 თქვენგანი და 100 თქვენგანი 10,000 გარეკავს. מחულით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებთ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. შეჭამთ ძველის ძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. ჩემს სავანეს დავიდებთ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ბივლი თქვენს შორის და ვიქნებით თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემიერი იქნებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით და უწყვიტეთ თქვენი უვლისაპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არც ერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ ამგვარად მოგექცევით, მოგივლენთ შიშისარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის. გავტეხავთ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევთ თქვენს ცას, სპილენძად თქვენს მიწას, ფუჭად დაილევა თქვენი ძალღონე, არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები თავის ნაყოფებს. თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურის გდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს, გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენს დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი წოდებისათვის. მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით. როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, 10 დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით. თუ მაშინაც არ დამიგდებთ პურს და გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი წოდებისთვის. თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ. გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახოვებთ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებთ თქვენ ჩემი სული. გავაუდაბურებთ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებთ თქვენს საწმიდარებს, აღარ ვიყნოსავთ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს. იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა პაპის ცოდვების გამოც დაილევით. თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა პაპის ცოდვებში რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს. და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ, ქვეყანასაც გავიხსენებ. მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა. და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი. აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით. თავი 27. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა, ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერი სანაცვლოდ რამეს შესწირავს 20-დან 60 წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს 50 შეკელი ვერცხლის საწმიდარის შეკელით თუ მდედრია, მისი საფასური 30 შეკელი უნდა იყოს. თუ 5-დან 20 წლამდეა მამრის საფასური 20 შეკელი, მდედრისა კი 10 შეკელი უნდა იყოს. თუ 1 თვიდან 5 წლამდეა მამრის საფასური 5 შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი 3 შეკელი ვერცხლი უნდა იყოს. თუ 60 წელზე მეტისაა მამრის საფასური 15 შეკელი, მდედრისა კი 10 შეკელი უნდა იყოს. თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს, როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა. თუ ისეთი პირუტყვია მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს. არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოდ წმიდა უნდა იყოს. თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს, შეაფასოს მღვდელმა მისიაო კარგი როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს. თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს. თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად მღვდელმა შეაფასოს მისიაო კარგი როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება. თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება. თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის ყვალობაზე უნდა განისაზღვროს 1 ხომერ ნათეს ქერზე 50 შეკელი ვერცხლი.
თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის კანას, საფასურის და მიხედვით შესწიროს. თუ ზეიმის შემდეგ სწირავს თავის კანას, მღვდელმა ზეიმის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უნდა იანგარიშოს ვერცხლი და საფასურიდან გამოიქვithოს. თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირველი, საფასურის მეხუთედი ვერცხლი დაუმატოს და დაუბრუნდება. თუ არ გამოისყიდის ყანას და სხვა კაცს მიეყიდება, ვეღარ გამოისყიდის. როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდა, როგორც დარისხებული ყანა მღვდლის საკუთრება უნდა იყოს. თუ სწირავს უფალს თავის ნაყიდ ყანას, რომელიც მისი წილი ყანებიდან არ არის, უანგარიშოს მღვდელმა საფასურის რაოდენობა ზეიმის წლამდე და ეს კაცი იმ დღესვე გადაიხდის საფასურს, როგორც საწმიდარს უფლისთვის. ზეიმის წელს ყანა დაუბრუნდება მას, ვისგანაც ნაყიდი იყო, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნის. ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს, 20 გერა 1 შეკელი უნდა იყოს. ოღონდ პირუტყვის პირველ მოგებულს, რომელიც პირმშეობით უფლისაა, ვერვინ შეწირავს, ხარი იქნება თუ ცხვარი უფლისაა. თუ პირუტყვი უსურმაგია, საფასურით უნდა იქნას გამოსყიდული და მისი მეხუთედიც დაემატოს, თუ არ იქნება გამოსყიდული, მის საფასურად უნდა გაიყიდოს. ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა. ყოველი დარისხებული, რაც ადამიანმა დაარისხა, არ გამოისყიდება, უნდა მოკვდეს. ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა. თუ ვინმე თავისი მეათედის გამოსყიდვას დააპირებს, მისი მეხუთედი დაუმატოს. ყოველი მეათედი ხარ ძროხისა და ცხვრისა, ყოველი მეათე კომბლის ქვეშ გამავალთა შორის, უფლის წმიდაა. არ უნდა შემოწმდეს მისი აუ კარგი და არ უნდა იქნას შენაცვლებული თუ შეინაცვლება, შენაცვლებულთან ერთად ისიც წმიდა იქნება, ვერ გამოისყიდება. აჰა, წესები, რომლებიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანთათვის სინაის მთაზე.